მოგესალმებით მეგობრებო, შენი პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის მარიამ ნინიკელაშვილი. მარიამი არის იშა იოგა ცენტრის ჰათა იოგის კლასიკური ჰათა იოგის მიმართულების სერტიფიცირებული მასწავლებელი და ამ პოდკასტში და ამ ეპიზოდში ჩვენ გვექნება საუბარი, როგორი არის იშას აშრამში ცხოვრება, რა გამოწვევები ახლავს აშრამში ცხოვრებას, რა პროცესები შეიძლება დაეწყოთ ადამიანებს იქ რაღაც კურსების გავლის დროს, იქ ყოფნის დროს და ზოგადად აი ეს ყველაფერი იშას და სადგურუს ირგვლივ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, განვიხილავთ და გადავიდეთ ახლა პოდკასტზე. მარია, მადლობა, დიდი რომ მოხვედი ჩვენთან, ეს მაინც პატარა ოფიციალური წარდგენა რო გავაკეთოთ. მაინტერესებს ძალიან ეხა რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ გადაცემამდე იყო ერთგვარი შენი ცხოვრების რაც ერთი მონაკვეთი, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაზეც ეხა ჩვენ უნდა გქონდეს საუბარი და მე უფრო მაინტერესებს ეხა რაზეც უნდა გქონდეს საუბარი. ისიც ძალიან საინტერესო არის, მაგრამ მაინტერესებს აი მაქედან როგორ გადმოხვედი აქეთ, აი როდის შემოვიდა პირველ ჩემ ცხოვრებაში ეს რაღაც სხივები აქაური სამყაროსი, რაც არის უფრო მეტად ეს იოგა სულიერება, სადგურუზეც მერე მივიდეთ ცალკე დაუთმოთ მაგას დრო და ხო აი როდის დაიწყო შენი ეს ტრანსფორმაცია და გამოღვიძებას დავარქვევდი, მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ ყველას რაღაც ყოველთვის თავისი პირადი ინტიმური ისტორია აკავშირებს ამ ყველაფერთან და ყველა ისტორიები თან იზიარებს თითქოს რაც საერთო ხაზს, მაგრამ თან დამოუკიდებლად ლამაზი არის, ასე რომ აბა მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან მიყვარს თქვენი პოდკასტი და მადლობა. ზოგადად შენი სივრცე. ხო, როგორც თქვი, ყველას ინდივიდუალური გზა აქვს ხოლმე და ჩემ შემთხვევაში ალბათ მგონია, რომ ზოგადად ბავშვობიდან იწყება რაღაც ტენდენციები, ბავშვობიდან გაქვს. თუმცა ესეთი გამოღვიძების პროცესი რეალურად დაახლოებით 17 წლის ასაკში დაიწყო. როდესაც სკოლა რო დავამთავრე და მომიწია ქალაქში გადმოსვლა, სოფელში გავიზარდე კახეთში. და მივხვდი, რომ გარკვეულწილად ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა, რომ უნდა ამერჩია პროფესია, რომელიც გარკვეულწილად მერე ჩემ ცხოვრების გზას, ასე ვთქვათ, განსაზღვრავდა. ცოტა დავიკარგე მაგ პერიოდში. თან სოფელში, როდესაც ცხოვრობ, თითქოს ყველაფერი მარტივი არის, ბუნებასთან სხვა ახლოს ხარ. რიტმია საერთოდ. კი, თითქოს ცხოვრება უფრო მარტივი და შენელებული არის, რაღაც სუფთა ჰაერს ხო. უნდქო და უცბად აქ რომ გადმოვედი, ახალი გარემო, ახალი ადამიანები, უნივერსიტეტი, ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა რომ ეკეთებინა ეს პროფესიაც, ბიზნესის ადმინისტრირებაც ძალიან ისეთი შემთხვევით ავირჩიე. და ეგ პერიოდი იყო რეალურად გარდამტეხი, როდესაც ჩემ თავს დაუსვი კითხვები, რომ აი ადრე მინდოდა რომ მაგალითად სკოლა კარგად დამემთავრებინა, კარგ ნიშნებზე მესწავლა. ეხლა მინდა რომ უნივერსიტეტი წარმატებულად დავამთავრო, მერე წავიდე 4-ში ვისწავლო, მერე მინდა რომ კარგი სამსახური მქონდეს, პროფესიულად განვითარდა და ანუ ბოლოს რა გამოდის რომ ყოველთვის რაღაცის დევნაში ვარ. და რეალურად შინაგანად თავს კარგად არ ვგრძნობ, არ მიხარია რაღაცები იმდენად, რამდენადაც ადრე ბავშვობაში მიხაროდა. ხო, თითქოს აი იმ მიზნებს იმდენად მისდევ, რომ გავიწყდება ეს აწყო და ეს ტკბობა ამ ხო, რეალურად დროით. თითქოს სულ მუდმივად რო დააკვირდა, რაღაცის დევნაში ვარ ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაღაც ეტაპი არ დგება, რომ აი ამას მივაღწია და ეხა კარგად ვარ და რეალურად მერე გავიაზრე, რომ ჩემი კარგად ყოფნა, აი ამ რაღაცის მიღწევაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, თვითონ პროცესში უნდა ვიყო კარგად და მერე რეალურად შედეგითაც რა თქმა უნდა ხო. იღებ სიამოვნებას და ტკბობას. და რეალურად მაგ პერიოდში დაიწყო ეს კითხვების დასმა, მე წავედი სადღაც თებში. საქართველოში? კი. ხო. ჯუთაში, ცოტა გაქცევასავით აუ, ჯუთი იყო ხო. ძალიან ლამაზია, საოცარი ადგილია. გიჟდები. იქ ფერადი ტბები რო არის, მანდ იყავი ხო სულიად? მანდ ვიყავი წასული ერთი თვით ვმუშაობდი მიმტანად ერთ-ერთ კაფეში. და მაგ პერიოდში გავიცანი ადამიანები, რომლებმაც მომიყვნენ სადგურუს შესახებ, ზოგადად იოგას შესახებ. აი, ეგ მინდა მეკითხა სადგურო როდის შემოდის თქვა, თურმე ჯუთაში გესტუბრა ესე. კი, ინფორმაციის სახით. მაგრამ რეალურად
აი ეს მომენტი მახსოვს ზუსტად, რომ ეს ადამიანები დავინახე მედიტირებდნენ და მაშინ საერთოდ არ ვიცოდი რა იყო ანუ ეს მედიტაცია. მიმდევრები იყვნენ სადგურუსი თუ უბრალოდ ეხა ერთ-ერთი მათგანი ჩემი ქმარი არის. ბა ვაი ხო, გიგა და გიორგი ალბათ ბევრს სმენია, ვინც ზოგადად იშას შესახებ და სადგურუს შესახებ იცის, გიგა და გიორგი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ამ ჩვენ ქართული დიასპორა იქ ესე ვთქვათ, ხო? ვინც აღმოაჩინეს სადგურუ და იყვნენ მის აშრამში. და როდესაც დავინახე ესენი რომ ეს მედიტირებდნენ, რაღაც ძალიან დიდი შინაგანი სიღრმე და სიმშვიდე მოდიოდა ამათგან და აი ზუსტად მაგ მომენტში ვიგრძენი, რომ მეც მინდოდა რომ ისო ყოფილიყავი. მკითხე რაღაცეები, გამიზიარეს თავისი გამოცდილება, რაღაც პრაქტიკები გამიზიარეს ონლაინ, რომელიც იყო ხელმისაწვდომი. და ნელ-ნელა დავიწყე ამ სადგურს ვიდეოების ყურება და ხვდებოდი, რომ რეზონირებდა ჩემთან, თან მარტივად სცემდა ჩემს ყველა კითხვაზე პასუხს, მარტივი ენით მელაპარაკებოდა. ხო, რაც შენი იპოვე მასში გასაგებად, რაც ხსნის იმას, რაც ხშირად გაუგებარი არის. კი. ხო. და რა მაინტერესებს, აი შენ რას ფიქრობ სადგურზე, იმიტომ რომ მაგალითად ძალიან იყოფა აზრები მასზე რა. აი დაახლოებით ოშოზე როგორც არის, რომ ზოგი ძალიან ისეთი დევოუთი არის ოშოსი, ზოგს შარლატანი გონია, ზოგს რაც შუალედური პოზიცია აქვს. რატომაც მეგონა რომ სადგურზე ეგრე არ იქნებოდა, იმიტომ რომ რაც მაინც სხვა ენერგეტიკა აქვს და სხვანაირი იმპულსის მატარებელი ადამიანი არის, მაგრამ აი სხვა ხალხთან საუბარშიც, აქაც რო იყო ჩამოსული და ისაც მოკლედ ძალიან ესე ვთქვათ, ჭრელი არის მის ირგვლივადაც ესე ვთქვათ აზრები ვინ არის და როგორი არის სადგურო და აი შენ როგორ ხედავ აი შენთვის რას წარმოადგენს ეს იმის გარდა რომ იმ ცოდნას გადმოცემს და ერთგვარი რაღაც კარი გაგიღო ამ სამყაროში აი ხო რა დამოკიდებულება გაქვს ერთგვარი ამ პიროვნებასთან და რას ფიქრობ მასზე როგორც რაც გლობალურ მოვლენაზე კი სხვათა შორის ჩემთვის სადგურო აი ორი ტიპის არის ერთი YouTube-ზე როგორცაც ვხედავთ, რომელიც გარკვეულწილად მასებს ერგება, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ლაპარაკობს, მარტივად გიხსნის ყველაფერს, თითქოს ერთი შეხედვით ის სიღრმე, რასაც ხშირად ადამიანები ეძებენ ხოლმე ცოტა ეზოთერული ნაწილი YouTube-ზე არ ჩანს და ესე ონლაინ არ ჩანს. თუმცა რეალურად ადგილზე აი თუნდაც მის აშრამში, როდესაც ჩახვალ, ან ფიზიკური უშუალო შეხება გექნება მასთან, ან მის რომელიმე პროგრამას თუ გაივლი, სადგურს დაინახავ სულ სხვანაირს. ხო, აბსოლუტურად განსხვავებულს, რომელიც, აი არ ვიცი, ერთი სიტყვით შეიძლება აღწერო როგორც ცეცხლი, ქარიშხალი, რომელსაც შეუძლია საოცარი ენერგიები დაატრიალოს, რომელსაც შეუძლია იმდენი ჩემთვის არ ვიცი, შეიძლება სუბიექტური იყოს ჩემი შეფასება, იმიტომ რომ უკვე 7 წელი არის დაახლოებით, რაც სადგურუს პირველი პრაქტიკა გავიარე და მას შემდეგ თითქმის ყველა პრაქტიკა მაქვს გავლილი და განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ სადგურუსთან. აი ადამიანი არის, რომელმაც ჩემი ცხოვრების გარკვეული ასპექტები სრულიად შეცვალა, ჩემი ხედვა შეცვალა სრულიად. ძალიან დიდი გავლენა იქონია რეალურად ყველაფერზე ჩემ ცხოვრებაში და ეგეც მაინტერესებს მე რომ აი რა გავლენა და აი კონკრეტულად რეები შეიცვალა შენში თუ გახსოვს ეგეთი, მაგრამ მაგამდე უფრო მაინტერესებს აი როდის გადაწყვიტე რომ აი პირველად აი გადაგედგანა სიტყვაზე მასთან აშრამში წასულიყავი. აი ეგ ხო ერთგვარი დიდი კომიტმენტი არის, იმიტომ რომ ქრისტიანული სამყაროდან რაშიც გავიზარდე და შენც თქვი რომ გალობელი ვიყავი ეკლესიაში, ანუ სრულიად სხვა ესე ვთქვათ ნაჭუჭიდან მიდიხარ ძალიან დიდ ეგზოტიკაში და შეუცნობელში და მაგაც დიდი რაღაც გამბედაობა და ის ჭირდება გადაწყვეტა რომ ეს გინდა და აი ხო სანამ აშრამში წავიდოდი მანამდეც მქონდა შესაძლებლობა რომ რაღაც პროგრამები გამეარა ევროპაში პირველად გავიარე იოგა ასანების პრაქტიკა ჰათა იოგა ბელგიაში შემდეგ შინაგანი ინჟინერია ალბათ გსმენია ხო ეხლა უნდა წავსულიყავით ჩვენ დოიჩ სამწუხაროდ ომის გამო ვეღარ გავფრინდით და ხო სადგურუს პირველი საბაზისო პროგრამა არის ასე ვთქვათ
საწყისი ეტაპი არის, რომლის შემდეგაც უკვე შეგიძლია სხვა უფრო ბევრად ესეთი კომპლექსური რთული პრაქტიკები გაიარო. ბერლინში ვიყავი წასული და მაშინ რეალურად პირველი შეხება იშასთან, იშას სტრუქტურასთან მაშინ მქონდა 4დღიანი პროგრამა იყო და იმახსოვს რომ ყოველ დღე, როდესაც გამოვდიოდი აი ამ შეხვედრიდან, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესები, გამოვდიოდი და უბრალოდ ვტიროდი და რაღაცა ემოციები თავისით მოდიოდა იმდენად საოცარი იყო, რომ ეს თვითონ ეს პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის თეორიული ნაწილი, სადაც გარკვეულ საკითხებზე არის ლექციები, ასე ვთქვათ, და შემდეგი არის პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც გასწავლიან შამბავი მაჰამუდ კრიას. ეს არის ენერგეტიკული პრაქტიკა. ხო, აი კინც კარგად ჩავშალოთ ყველაფერი ხო რა არის და ესე დეტალებს ვერ მოვყვები, რომ სპოილერი არ ხო, გამომივიდეს. დეტალები არ, მაგრამ აი ზოგადი წარმოდგენა რო შეიქმნას მაყურებელსაც და მეც მათ შორის მეც მაინტერესებს რა არის ეს რასთან გვაქვს შეხება, ხო? თვითონ პრაქტიკა არის 21 წუთიანი ენერგეტიკული პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სუნთქვის ტექნიკას, მანტრას და საკმაოდ ისეთი მარტივი, ანუ ეს სადგურუს საავტორო არის თუ კი, სადგურუს საავტორო. კი, სადგურუს მიერ შექმნილი პრაქტიკა არის, რომელიც შეგიძლია შემდეგ ყოველდღიურად აკეთო. ყოველდღიურად 21 წუთმა შეიძლება რომ ძალიან ბევრი სიახლა შემოიტანოს ჩვენ დაახლოებით როგორც ცხოვრებაში. TM-ი არის ყოველდღიურად 20 წუთი რომ დააკეთო, იგივე არის ოღონდ სადგურუსი რაღაც მსგავს ჟანრშია? არა, განსხვავებული ხო. არის TM-ი, მე არ მაქვს გავლენი, ხო. ამიტომ არ ვიცი, ესე შედარებას ვერ გავაკეთებ. თუმცა ხო, ნუ ყოველდღიური, ხო, ასე ვთქვათ, რუტინული რაღაც ხო, პრაქტიკა რუტინული არის, ხო. პრაქტიკა არის, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ, მაგრამ თვითონ პრაქტიკის სიღრმე, შენი გამოცდილება, შენი შეგრძნებები, შენი მდგომარეობა იმ პრაქტიკის დროს ყოველდღიურად იცვლება. ერთ დღეს შეიძლება, ნუ ვერაფერს ვერ გრძნობდე, რაღაც ცოტა გონება გქონდეს გაფანტული, თუმცა მეორე დღეს შეიძლება ექსტაზურ მდგომარეობაში იყო. ძალიან ინდივიდუალური არის ესეც. მანდაც ხო არ არის, აი მაგალითად რეიკის რო გავდიოდი მე, რო გასწავლიან პირველ ეტაპს, მე 21 დღე უნდა აპრაქტიკო და ეს 21 ეხაც ახსენე შენც. რაც ეგეც საკრალური რიცხვი არის და ეგ ზუსტად არ მინდა ეხა რომ რაც თქვა, რაც შეიძლება შეცდომა შევიყვანო მაყურებელი, მაგრამ რამდენადაც მახსოვს ეს 21 ტყუილა არ არის, ანუ 21 დღის მერე ერთსა და იმივეს რო იმეორებ, ეს 21 დღე რაც გიჯდება გონებაში ეს ახალი მყარი პროგრამა. თუ არ ვწდები, კი, მაგას ეძახიან მანდალას, თუმცა ამ შემთხვევაში შას პრაქტიკების შემთხვევაში მანდალას ვეძახით ხოლმე 40-დან 48 დღემდე. ხო, ისესთან არის 40. აჰა. კი, ნებისმიერი ახალი პრაქტიკის სწავლის შემთხვევაში იქნება ეს ჰათა იოგა თუ ნებისმიერი ისეთი ენერგეტიკული პრაქტიკა, ყოველთვის გეუბნებიან, რომ 40 დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ, იდეალურ შემთხვევაში ორჯერ მაინც უნდა გააკეთო ეს პრაქტიკა იმისთვის, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც შენს სხეულს შეუძლია რომ სრულად შეითვისოს, ან გაითავისო ეს პრაქტიკა, რომ და დროს მნიშვნელობა არ აქვს, რომელ დღის რამ მონაკვეთში აკეთებ? კი, მაგასაც აქვს მნიშვნელობა, რაღაცები უნდა გაითვალისწინო, თუნდაც ის, რომ ცხარიელი კუჭის მდგომარეობა უნდა გქონდეს, რომ გარკვეული პერიოდი უნდა იყოს გასული ჭამის შემდეგ. ყველაზე კარგ შემთხვევაში დილით გაღვიძებისთანავე შეგიძლია რომ გააკეთო ეს პრაქტიკა. და ნუ საღამოს, რა თქმა უნდა. ჯერ ყოველთვის ეს ჩემ შემთხვევაში იწყება ხოლმე ჰათა იოგათი და შემდეგ უკვე მოდის ეს კრია იოგა და ამ კრია იოგაშიც ხო კრიები ქვია აი ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებს არის ეს შამბავი მაჰამუდრა კრია და შაქტი ჩალანა კრია არის, რომელიც ასევე ერთ-ერთი პრაქტიკის დროს 4 დღიანი პრაქტიკა არის ესეც, შუნია ინტენსივი. ამ დროს გასწავლიან აი ამ კრიას. კრია არის ზოგადად შინაგანი ენერგეტიკული პროცესი. გარკვეულწილად შენი ენერგიები მიმოცვლა ხდება აი ამ პრაქტიკის დროს. და აი ეხლა რახან გადავედით ეხლა პრაქტიკებზე საუბარში, ბარემ მინდა რომ კიდე კარგად ჩავშალოთ. ანუ ეხლა ჩვენ რო ჩავდიოდით აშრამში, უნდა გაგვევლო შინაგანი ინჟინერიის რიტრიტი და როგორც ხვდები კურსი ბოდიში რიტრიტი რა იყო და
რითრითიც არის. ხო, 4 დღე მოკლედ ხო მას გადიხარ დილიდან საღამომდე რა. ცოტა სიმართლე გითხრა მე მეშინოდა, იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული ეგეთ რაღაცას, რომ აი დილი მთელი 4 დღე ერთსა და იმავეს რაღაცას ხო აკეთებ ესეთ იმას, მაგრამ ხო, საინტერესო გამოწვევა იყო რა. იმედია და კი არა და მოგვეცევა მაგის საშუალებაც, რომ ცოტა დავშვიდება სიტუაცია და როგორც მივხვდი, ეს შინაგანი ინჟინერია იყენებს რა ცნობიერებას, აი როგორც ტექნოლოგიას და იარაღს, ხო? აი სახელიც ისეთი არის, რომ შენი შინაგანი სხეულის ინჟინერია და აი ეგ არის ყველაზე basic, ესე ვთქვათ, საწყისი, რაც შეუძლია ადამიანს გაიაროს იქ კურსი, თუ მაგაზე მარტივებიც არის. ანუ სირთულის მიხედვით როგორ იზრდება ჯერ ეს მაინტერესებს და მე აი ეს შინაგანი ინჟინერია გავშიფროთ, ესე ვთქვათ რა არის. ზოგადად სადგურო ამბობს ესეთ რაღაცას, რომ იოგა არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ხარ შენ. თუ შენი გონება, შენი ფიზიკური სხეული, შენი ენერგია, შენი ემოციები მუშაობს და ფუნქციონირებს ისე, როგორც ეს შენ გინდა და თუ ეს ყველაფერი არის ჰარმონიაში, დაბალანსებული, მაშინ ხარ იოგას მდგომარეობაში. და ნებისმიერი იშას პრაქტიკის მიზანიც არის ეს, რომ აი ამ 4 სხეულის ჰარმონიზება და ერთიანობაში მოყვანა არის. რაც შეეხება სირთულეებს თვითონ პრაქტიკის, ორი სხვადასხვა მიმართულება არის. წეგან როგორც აღნიშნა, ერთი არის ეს ჰათა იოგას მიმართულება, რომელსაც მე ვასწავლი უკვე და ალბათ შეგვიძლია მაგაზეც ვისაუბროთ. საინტერესო გამოცდილება იყო ეს პროცესიც, რომელიც აშრამში გავიარე იმისთვის, რომ მასწავლებელი გამხდარიყავი. და მეორე არის სხვადასხვა პროგრამები, რომელიც ტარდება თვითონ იშა იოგას ცენტრში და ხანდახან ევროპაშიც ტარდება ხოლმე, რამდენიმე ქვეყანაში და ძირითადად ამერიკაში. პირველი ეს საბაზისო პროგრამა არის შინაგანი ინჟინერია, შემდეგ ეგ არის მთავარი entry level-ი, ესე ვთქვათ, ხო? ხო. შემდეგ მოდის შუნიას პროგრამა, ან BSP-ის პროგრამა. ორივე განსხვავებული პროგრამა არის ერთმანეთისგან, ორივე არის დაახლოებით 4 დღიანი პროგრამა, თუ სწორად მახსოვს. BSP არის პროგრამა, რომელსაც ვამბობ ხოლმე, რომ აუცილებლად სანამ ცოცხალი, ხო იცი რაღაცები რო არის, სანამ ცოცხალი ხარ რომ უნდა გააკეთო. ეგ არის ერთ-ერთი ეგეთი? BSP არის, რომ სანამ ცოცხალი ხარ უნდა გაიარო. ვა, რა აქვს მაგ BSP-ს ეგეთი? BSP არის მოკლედ BSP-ზე რო შედიხარ, იქიდან იგივე ადამიანი არ გამოდიხარ. იმიტომ რომ ისეთ პროცესებს და ისეთ რაღაცებს ატრიალებს იქ სადგურო, რომ ყველაფერი გეცვლება. უშუალოდ სადგურუსთან ერთად აკეთებ ამას თუ? არა, თვითონ, სადგურს ატარებს ხოლმე ამ პროგრამას, თუმცა ძირითად შემთხვევაში უკვე სადგურს მიერ დატრენინგებული მასწავლებლები ატარებენ აი ამ პროგრამას. ესიც არის 4 დღიანი? კი, ესიც არის 4 დღიანი, რომელიც არის აი ემოციების ზღვა. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, შეგიძლია აი ყველაფერს გადიხარ, ტკივილი, ნეტარება, სიყვარული, სიხარული. მოკლედ საოცარი პროგრამა არის და თავისი მე პროგრამის მე რა იქ უფრო მაინტერესებს, გასაგებია რომ აი ხო გადიხარ ამ ემოციების რაც კათარზის, იცვლები, მოდიხარ მეტად ჰარმონიზირებული და აი შენ გაიარე ხო ეს? და აი რო დაბრუნდი ისე ყოფით ცხოვრებაში რაზე დაიჭირე შენი თავი, რომ აი სხვა მექანიზმებით მოქმედებდი, ეხლა როდესაც სიტყვაზე ვიღაც გირეკავს და აი ეს პრობლემა არიან რაღაც ანუ ყოფით ცხოვრებაში რო ეშვები, ხო, როგორ იყენებ მე მაგას, მე გვაინტერესებს. პირველ რიგში როდესაც გამოდიხარ, ხარ აღფრთოვანებული და გინდა რომ აი ეს სიყვარული და ეს გაფართოებული ხარ ყველანაირად. ხო, გახსნილი ხარ უფრო, კი, და გინდა რომ ყველას გაუზიარო აბსოლუტურად და მე რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში უკვე რუტინაში რო ვერთვებით, შესაბამისად ეს მდგომარეობაც ცოტა ხო, რაღაც უფერულდება ხოლმე, თუმცა ეგ იყო რომ სადგურიც ამბობდა რომ რეალურად ეს BSP-ის პროგრამა არისო, აი კედელთან რომ იგიყვანენ და კედლის მიღმა რა ხდება, რომ დაგანახებენ.
და მერე უკვე იცი რა ხდება კედლის იქით და უკვე შენზე არის დამოკიდებული როგორ მიხვალ იმ მდგომარეობამდე ყოველდღიურობაში როგორ შეგიძლია რომ ეს ანუ გადმოიტანო. გზამკვლევს გაძლევენ და დანარჩენი შენზეა, ესე დანარჩენი ვთქვათ, ხო? შენზე არის. ესე კონკრეტულ პრაქტიკას არ გასწავლის, თუმცა მ, როგორ აღვხსნა? ხო, არა, მის თან არ გინდა ცოტა რომ ყველაფერი გასცე და თან ცოტა ის რომ თუმცა აი ხედვა, ზოგადად მიდგომები, ხედვა, რაღაცების აღქმა, გეცვლება, ბევრად უფრო სენსიტიური ხდები. აი ნებისმიერი იშას პრაქტიკის გავლის შემდეგ შენში მდგომარეობაც იცვლება. იცვლება ასევე აი ადამიანების მიმართ უფრო მეტად გამგები გავხდი, რომ თანაგრძნობის მომენტი გამიჩნდა უფრო მეტად სხვების მიმართ, ვიდრე მანამდე. ხო, ანუ ის ხო არ იყო სიტყვაზე, ან რატომღაც რახან სადგურო არის ეგეთი პერსონაჟი მგონია რომ მაინც თავისი პრაქტიკებით ხო რაც მისგან გამომავალი ის არის რომ ანუ მომენტებში მაგ პრაქტიკას ხო არ ქონდა ეგეთი რაღაც რომ აი ენერგიის მოზღვეობა გაქვს და ანუ კი გაიარეთ პრაქტიკა მაგრამ აი აქტიური ხარ თუმცა აქტიური უკვე სხვა ხარისხში ან მე პირიქით დამშვიდებული რომ სადგურს გონია ეგეთი ანუ შეიძლება უცად ცეცხლით აპი მაგრამ ისეთი ცეცხლია რომ არ გწვავს გეთამაშება და თან აი ისეთი არის რა ლივლიო მე შეიძლება უცად გადაიქცეს რაც ქარად და ეს ინარნარს მაგისი ეგ კურსებიც ეგეთი მგონია გარკვეულწილად რომ აი მაგ უნარებს გიხსნის დუალობის თითქოს რა კი, ხო, აი განსხვავებით ახლა BSP რო ეს ქარცეცხლი არის და სულ მუდმივად ემოციების სხვა არის და სხვა მდგომარეობებში გადადიხარ, შუნიას შემთხვევაში, რომელიც ასევე წეღან ვახსენე 4დღიანი პრაქტიკა არის, მაგ შემთხვევაში უფრო აი დამიწების მომენტი გაქვს, რომ შენი ენერგიები დაასტაბილურო, სიმშვიდის მდგომარეობაში გადახვიდე და თვითონ შუნია მედიტაციის ინიციაციაც, რომელსაც გაძლევს სადგურო, ეს არის დაახლოებით 15 წუთიანი მედიტაცია, რომელიც ასევე შეგიძლია რომ ყოველდღიურად აკეთო. ამ დროსაც თითქოს თვითონ შუნია ნიშნავს სიცარიელეს. სიცარიელის მდგომარეობაში გადადიხარ იმდენად stillness როგორ შეიძლება ვთქვათ. აი დასტაბილურებული, ხო, აი დასტაბილურებული ისეთი დაბალანსებული მდგომარეობა. ხო, შუნია უფრო აი ისეთი არის, სიმშვიდე, სილაღე. კი, სიმშვიდის. BSP არის უფრო აი ემოციური რაღაც. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მასე შეიძლება იყოს. ეს არის ჩემი ინდივიდუალური გამოცდილება. ნებისმიერი პრაქტიკის და პროგრამის შემთხვევაში ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოცდილება, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ის, რაც ჩემთვის შეიძლება ნეტარება იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ტანჯვა იყოს. აი ზუსტად იგივე იყო 3-ამას შემთხვევაში, 3-ამაც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ბოლო დონის პრაქტიკა არის 8დღიანი მდგომარეობის პრაქტიკა, რომელსაც უშუალოდ სადგურო ატარებს. სხვა დანარჩენი პრაქტიკის შემთხვევებში, ხო, მათ სხვა ფასილიტატორებიც შეიძლება იყვნენ, ხო, სადგურის მიღება. და ეს არის ერთადერთი პრაქტიკა, რომელსაც ყოველთვის თვითონ სადგურო და ატარებს. რას ნიშნავს 3-ამა, ხო, არ გახსოვს. 3-ამა სიტყვის მნიშვნელობა არ მახსოვს. თუმცა 8დღიანი მდგომარეობის პრაქტიკა არის, მთელი ეს პერიოდი ხარ შენ თავთან, შენს ემოციებთან, შენს ფიქრებთან, სადგურო იქვე არის, რომელიც ხან ცეცხლს შეგინთებს, ხან ხელის გულზე დაგისვამს და ნეტარებაში ხარ. გავლილი გაქვს შენზე? და ანუ სადგუროსთან პირდაპირ ის ქონდა, ეს უფრო სადგუროსთან პირდაპირ. აუ, რა მაგარია. და აი ამ პრაქტიკის, ამ პროგრამის შემთხვევაშიც იყო მომენტები, როდესაც აი ადამიანებს არ ვიცი, რაღაც არაადეკვატურად იქცეოდნენ, მაშინ როდესაც შეიძლება და რაღაც მომენტში მე მშვიდად ყოფილიყავი და ძალიან ესეთ ნეტარებაში ყოფილიყავი, ვიღაც კიოდა, წიოდა და არაადეკვატურად იქცეოდა და პირიქით. ძალიან ცვალებადი არის ეს მომიყავი რა მეტი მაგაზე, იმიტომ რომ ეხა სადგურიც რო ჩართული არის, რაღაც უფრო დამაინტერესა თითქოს, ანუ რამდენი ადამიანი იყავით, ანუ ლიმიტი არის მანდ ხალხზე სად ხდება? ადიოგი ალაიემში ტარდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცე არის. ეს სივრცე შეიქმნა იშას ცენტრში არის, ხო ესეც ხო? კოიმბატორში, კი, ინდოეთში. ეს სივრცე შეიქმნა სპეციალურად ჰათა იოგას მასწავლებლობისთვის და ფაქტობრივად მეც მთელი 5 თვე მასწავლებლობის პერიოდში იქ ვცხოვრობდი, ასე ვთქვათ.
5 თვე აი აშრამში იცხოვრე, ხო? ხო, მანამდე კიდე 1 წელი ვცხოვრობდი. ვაა. ცოტა ტაიმლაინ. კაი, მოდი არა, ტაიმლაინს ჯერ რა ამას და გავუყვეთ. აქ ტაიმლაინები შეიძლება აირიოს ასე რომ არაა პრობლემა. ხო. დაახლოებით მე გავიარე 2 წლის წინ არა, ცოტა უფრო ადრე, 3 წლის წინ დაახლოებით ეს 300 პროგრამა, რომლისთვისაც წინასწარ ემზადები. არის რამდენიმე თვიანი, 2 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ იქ იმისთვის რომ ასე ვთქვათ, მზადი იყო აი ამ პროგრამის გასავლელად, გჭირდება რომ სხეულიც მოამზადო, შენი მენტალური, ემოციური მდგომარეობაც მოამზადო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან რთული არის შეიძლება გაგიჭირდეს რაღაცაები, რასაც ვერ გეუბნები, იმიტომ რომ თან ცოტა მიჭირს მაგაზე. რა დონეზეც არის დასაშვები რომ მოყვე მაგაზე ეგრე? ხო, წინასწარი მოსამზადებელი პერიოდი გაქვს, დიეტა, რომელიც უნდა დაიცვა, პრაქტიკები, რომელსაც წინასწარ გეუბნებიან და ყოველდღიურად აუცილებლად უნდა აკეთო. სუნთქვითი ტექნიკები იმისთვის, რომ სხეული დააბალანსო და შემდეგ უკვე იქ მოკლედ სადგურსთან ერთად ხდება ყველაფერი, რაც ხდება, რაზეც სამწუხაროდ ვერ ვიყავ. მაგრამ ანუ მაინტერესებს ერთ სივრცეში ხარ 8 დღე შენ ვიღაც ხალხი და სადგური. 8 დღე დაახლოებით მე რო გავიარე 3000 ადამიანი იყო. 3000 ადამიანი. რატო მეგონა რომ რაღაც 10 ან ძალიან ინტიმურ წრეში ხდებოდა ეგ ვიცი. არა, ზოგადად 300 პროგრამაზე ძირითადად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტარდება ხოლმე და ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანი არის ხოლმე. 3000? კი. ვაა. რამე ხო არ არის მან. აუ მე ხა სულ ეგ მოხდა, ანუ რაც დაფარულია მინდება რომ ანუ მაქსიმალურად გავიგო მაგაზე, მაგრამ არ მინდა თან ეხა რომ ძალიან შემოვიჭრა მაგ შენ იმაშიც, მაგრამ ანუ მაინტერესებს ანუ ყველასთან ახერხებს სადგურო მაგ დროს მისვლას და ყურადღების მიგზავნა, ალბათ ვერა, მაგრამ ანუ ესე უშუალოდ ფიზიკური კონტაქტი ხო შეიძლება ვერ კონდეს ყველასთან ვერ მოვიდეს დაუშვათ შენთან, თუმცა სადგუროს პრეზენსი რო ის იქრძნობა, ხო, ველი დგას. სადაც არ უნდა იჯდე, სადგუროს წინ იჯდები თუ სადაც დარბაზში უკან იჯდები, ეგ ენერგია ყველგან და ყველანი ხართ მდუმარებაში 8 დღე 3000 კაცი. კი, 3000 კაცი მდუმარებაში. მუსიკა ან რამე არის თუ არა? არ ვიცი. კაი, მოდი. და ბოლო კითხვა მაქვს კიდე შენ პირადად აი მაგ პრაქტიკის დროს სადგურუსთან აი ესე ახლოს გქონია ანუ გასაგებია რომ იმის ველში იხარ შევოდით ყველანი მაგრამ აი ახლოს რო უყურებ ადამიანს ეხა თვალთვალში რო შეხედავს სხვა შემთხვევაში 300 შემთხვევაში ესე არ მახსოვს კონკრეტულად ესე უშუალოდ სადგურუსთან მქონოდა შეხება თუმცა სხვა შემთხვევაში მქონია კი რაღაც საუბრის შესაძლებლობაც ჩახუტები მართ გაისაუბრე სადგურ ეგეც ძალიან ისეთი ხო, აი აშრამში რაღაც ძალიან შემთხვევით ხდება ხოლმე რაღაცაები და ერთ-ერთ დაახლოებით მოკლედ თან რო არავირიოთ, მოდი მაგასაც მოგიყვები რა. ტაიმლაინს გავყვეთ ხო ჯობია. ხო, ტაიმლაინს გავყვეთ. სულ პირველად, როდესაც წავედი აშრამში, იყო კოვიდის პერიოდი, 20-21-ში წავედი სადანაპადას პროგრამაზე, რომელიც არის 7 თვიანი მოხალისეობრივი პროგრამა. და მაშინ მახსოვს რომ ყველა მეუბნებოდა რომ არ ხარო ნორმალური რომ აი ამ კოვიდის პერიოდში თან თუ გახსოვს მაგ პერიოდში ეს ინდური შტამი იყო გავრცელებული და ზუსტად მაგ პერიოდში წავედი თუმცა ბოლოს აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული სიტუაცია მაინც აშრამში იყო ხო იმიტომ რომ იზოლირებულად ვიყავით ყველა და მაშინ პირველად იყო რომ ეს აშრამში რო ჩავედი მანამდე რა წარმოდგენებიც მქონდა ზოგადად ვცდილობ ხოლმე რაღაცებზე წარმოდგენა არ მქონდეს იმიტომ რომ არ შეიძლება გამიცრუდეს ეს წარმოდგენა არ ვიცი რაღაც საოცრებად ამხვდა თავიდან ძალიან დავიბენი ვერ მივხვდი სად ვიყავი მქონდა გაუცხოების მომენტი რაღაც რო აი ცოტა უცხო პლანეტაზე ჩახვედი კი საერთოდ სხვა სამყაროში აღმოჩნდი იმიტომ რომ ეს ადამიანები ყველა თავისთვის იყო ზოგიერთი ეს მდუმარებაში არის რაღაც თავდახრილი დადის ჯერ კულტურაც ნუ პირველად ვიყავი მაშინ ინდოეთში და ეს კულტურული შოკიც მქონდა კიდე ნუ ზოგადად
იქაური ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ერთი შეხედვით როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს აშრამი, თავისი გამოწვევები აქვს, თუნდაც გრაფიკი, წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილო და ასე შემდეგ. და ამ 7 თვის განმავლობაში ეს პროგრამა არის, როგორც თქვი, მოხალისეობრივი, თან გარკვეულ პრაქტიკებს გასწავლიან, გრაფიკი გაქვს ყოველდღიური და პლუს აკეთებ სევას. სევა არის კარმა იოგას ნაწილი არის, როდესაც შენი აქტივობით, შენი ქმედებებით გარკვეულ კარმას სწვალ და სხვადასხვა საქმიანობაში შეგიძლია რომ ჩაერთო აშრამში ყოფნის პერიოდში. პირველი გამოცდილება იქ იყო ეს სადანაპადას პერიოდი და მაშინ მქონდა რამდენჯერმე შესაძლებლობა რომ სადგურს შევხვედროდი, ოღონდ ძალიან შემთხვევით უბრალოდ ქუჩაში რომ შევხვდებოდ რაღაცას რომ გამოელაპარაკები და ყოველთვის როდესაც აი ვფიქრობდი ხოლმე რომ სადგურს რომ შევხვდებოდი, გონებაში ყოველთვის მქონდა ხოლმე კითხვები, რომ აი ხა ამ კითხვას დაუსვამ, ხა ამ კითხვას დაუსვამ და ყველა კითხვა რო გავიწყდება რო ხდები ხო? აი ხო, რამდენჯერაც შევხვდი ვერაფერს ვერ ვეკითხებოდი. აი უბრალოდ იმდენად ძლიერი ველი და ენერგეტიკა აქვს, ხო, იქ ცნობა ენერგეტიკა აქვს, რომ აი უბრალოდ გინდა რომ მასთან იყო ყოველგვარი რაღაცა ეჭვები, კითხვები, აი ყველაფერი ხრება და მესმის ხო? რაღაც კარგად ხარ. არაფერი აღარ გაწუხებს. მესმის, ძალიან კარგად მესმის. და გამოწვევა რამე გქონია აშრამში ისეთი რომ ეხა გეთქვა რომ ეხა ქუდს დავიხულავ და წავალ აქედან ან რო ვერძლებ რო აი ხო ქონ კი იყო აი ყოველ ჯერზე აშრამში როდესაც ჩავდივარ გარკვეული პერიოდის შემდეგ გონია ყველას აქვს იმიტომ რომ სხვებთანაც მისაუბრია ამაზე და ყველას უნდა ხოლმე გამოგცევა იქიდან და მე იქიდან რომ გამოიქცევი მე სულ ის ადგილი გენატრება ხო და გამოგცევა რატო გინდება გამოგცევა მოკლედ როდესაც ცხოვრობ კონსეკრირებულ ადგილას, როდესაც ინტენსიურ პრაქტიკებს აკეთებ გარკვეულწილად შენი კარმა ჩქარდება, გარკვეული პროცესები ხდება შენში, მეტი დრო გაქვს შენ თავთან დასარჩენად, შენ ფიქრებთან დასარჩენად და ეს არ არის მარტივი რაღაცების გადამუშავება ხდება. და ეგ პროცესი არის ყოველთვის რთული და მტკივნეული. შეიძლება რაღაც მომენტში აშრამში ყოფნის პერიოდში იყოს საოცრად ესე ვთქვათ, ხო, მაგრამ ვერაც ცდები მაგ იმას რა, ხო. თუმცა ხო, მეორე დღეს იმდენად ჩაგაჭიროს, ასე ვთქვათ, რომ ხო, ვეღარ უწყლავდი. ხო, და ეგ მნიშვნელოვანია ხალხმაც იცოდეს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან პოპულარული არის ეს მეტად რომ შემოვიდა აღმოსავლეთი, რომ ეს აშრამები და რაღაც სულიერება, რაღაცა, მაგრამ მარტო ეგ პეპლები და ვაუ რა მაგარია არ არის, ანუ საკმაოდ სერიოზულ რაღაცას თან ეჯახებთ, რომ ძალის ადგილი არის ერთგვარი, სადაც კონცენტრირებულია კონკრეტული იდეები, აზრები, პრაქტიკები, არ ვიცი, ანუ ძალიან დიდი ენერგია ტრიალებს მან და ხო? ხო, ზოგადად აი შენ თავზე მუშაობა მარტივი არ არის. ალბათ ყველაზე რთული რაღაც არის და მე ესეთი ყველაზე რთული პერიოდი მქონდა მასწავლებლის ტრენინგის დროს, როდესაც ხო, და ეგ როდის გადაწყვიტე, რომ გინდა მასწავლებლობა, იმიტომ რომ ეგეც ანუ პირველ ჩემთვის ისეთი კომიტმენტი არის, რომ მან გადაწყვიტე მაგდენი ხნით წასვლა მოხალისე და მეორე რომ უკვე მასწავლებლობა მოგინდა რა. ხო. ყოველ ჯერზე სანამ მასწავლებლის ტრენინგზე ჩავიდოდი, მანამდე ვიყავი 3 ჯერ აშრამში და ყოველ ჯერზე იმდენად დამუხტული მოვდიოდი იქიდან აღფრთოვანებული და თან რო ხვდებოდი რომ აი რამდენი ცვლილება მოახდინა ამ პრაქტიკებმა და ზოგადად სადგურის სწავლობამ ჩემ ცხოვრებაში აი ეს იმპულსი რომ მინდა რომ სხვებს გაუზიარო ეს იმპულსი ნელ-ნელა ძლიერდებოდა და მარტივი გადაწყვეტილება არ იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში, როდესაც გრძელვადიანი პერიოდით წავედი აშრამში, ჩემი ესე ვთქვათ, პროფესიული კარიერის ეტაპზე ისეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი მქონდა, რომელზეც უარი ვთქვი და უბრალოდ აი თვალებს რო დახუჭავ და სადღაც ამოუცნობ ოკეანეში რო გადახტები. მაგას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება რა. კი, მაგრამ არ ვიცი, ალბათ
ძალიან გამიმართლა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მარტივად ვიღებ ხოლმე. ზოგადად, რა თქმა უნდა, არის ცოტა შიშის მომენტიც, ცოტა დაუცველობის მომენტიც, რომ აი მერე რა იქნება, რომ აი ხა რომ მივდივარ, ყველაფერს თავს ვანებებ, მატერიალური შემოსავალი არ მექნება, მერე რომ დავბრუნდები, არ ვიცი რა უნდა ვაკეთო. რა თქმა უნდა, ეგ ფიქრები ხო, არის, ნაცნობ თუმცა კომფორტზე ამბობ უარს და ხო, იძახი კომფორტის ზონიდან შეუცნობელ გადიხარ. არა კომფორტზე კი და კი, არის თუმცა სამყაროს და ზოგადად ღმერთის მხრიდან აი ამ წყალობას და რაღაც მხარდაჭერას ყოველთვის უგრძნობდი ხოლმე და რაღაცნაირად უფრო გულისხმას და ინტუიციას მიუყვები ხოლმე მსგავს სიტუაციაში, ვიდრე გონებას. იმიტომ რომ გონებას რო უსმინოთ, შეიძლება სხვა ხო, სულ სხვა მიმართულებით რელსებზე მივათროს ხშირად კი. კი. და ბოლო პერიოდშიც აი სანამ წავიდოდი, მოკლედ ძალიან შინაგანად რო გრძნობ, რომ რასაც ვაკეთებ კი მიყვარს ყველაფერი, თუნდაც ეს რაღაც კორპორატიულ სამყაროში ყოფნა, ჩემი საქმის კეთება, გულით ვაკეთებ ყველაფერს, თუმცა არ არის საკმარისი, რომ რაღაც გინდა, რომ უფრო მეტად ღირებული შექმნა თან ეს გაზიარების და გაცემის იმპულსი ყოველთვის მქონდა ხოლმე და მივხვდი, რომ ეგ იყო გზა, რომელიც აი ამ დანაკლის შემივსებდა. ну, მანამდე რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი პერიოდი ვემზადებოდი ამისთვის, ფინანსურადაც, ისედაც, მენტალურად, ფიზიკურად, ყველანაირად, მოკლედ, მომზადება გიწევს იმისთვის, რომ ეს 5 თვიანი მომზადების პერიოდი გაიარო. და ეგ 5 თვე კიდე ცალკე თავგადასავალი აღმოჩნდა, რომელსაც 3 ეტაპად ვყოფ ხოლმე. პირველი ეტაპი იყო ტკივილის ეტაპი, მეორე იყო ტანჯვა და მესამე ნეტარება. პირველ რიგში ეს ტკივილის ეტაპი გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად, აი წეგან როგორც ვთქვი, აშრამში როდესაც ხარ, გარკვეულ გრაფიკში გიწევს ყოფნა. ხო, დისციპლინა იქ. მე კი. რატომაც ვგონია, რომ აშრამში ეს დისციპლინა, თავისუფლება რაღაც ძალიან უცნაურადაა შეთამაშებული. არა, რომ თან თითქოს აი ყველაფერი ჩარჩოში და სტრუქტურიზებულია, მაგრამ თან თითქოს აი თავისუფლადაა ყველაფერი. არ შეიძლება ვცდები მე რატომაც ეგეთი წარმოდგენა მაქვს. მიდიხარ, იმიტომ რომ როდესაც ტურისტულად მიდიხარ უბრალოდ რამდენიმე დღით ან კვირით დასარჩენად, მაგ დროს გაქვს თავისუფლება. როდესაც მიდიხარ მოხალისედ, მაგ დროს რაღაც გარკვეულ წესებს უნდა მიყვერო, დილით ადრე გაღვიძება, დაახლოებით 5-ის ნახევარზე, 6-ის ნახევარზე იწყება უკვე პრაქტიკები, გურუ-პუჯა, გურუ-პუჯათი იწყება ყოველი დღე. გურუ-პუჯა რა არის? გურუ-პუჯა არის მანტრა, სიმღერა, რომლითაც რომლითაც მადლიერებას გამოხატავ მასწავლებლის გურუს მიმართ. ასე ვთქვათ, რაღაც პატივის მიძღვნის მომენტი არის. და შემდეგ უკვე ყველა თავის პრაქტიკას აგრძელებს, იქნება ეს ჰათა იოგა თუ კრია იოგა, შემდეგ არის საუზმე და შემდეგ უკვე სევა, ეს აქტივობა, რომელშიც ხარ ჩართული და ზოგადად აშრამი არის მოხალისეებზე, ვოლუნტიერებზე აწყობილი, აი ყველაფერი იქ რაც ხდება თან, ეხა შენც რო ჩახვალ მიხვდები, რომ საათივით არის აწყობილი ყველაფერი, ზუსტად ყველაფერი ხდება თავის დროზე. 1 წუთით არ გვიანდება საჭმელი, 1 წუთით არ გვიანდება პროგრამის დაწყება. აი არ ვიცი. ანუ მაგარი სტრუქტურა აქვს ძა, ხო? კი, საოცრად არის ყველაფერი აწყობილი. და ეს არის ნუ ათასობით მოხალისის დამსახურება. რომელიც აი უანგაროდ გასცემენ თავის თავს და ერთ-ერთი აი სადანაყადეს პერიოდში, რაც ვისწავლე, იყო ის, რომ ნებისმიერ საქმეს, რასაც ვაკეთებ, სულ სხვა ხარისხში ვაკეთებდი აი ამ პროგრამის მერე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ როდესაც რაღაცას გულით აკეთებ, მთელი, არ ვიცი, ჩართულობით, აი სრულად კონცენტრირებული და ფოკუსირებული რო ხარ საქმეზე, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი შედეგი გაქვს. და აი გვისწავლე იქ ყოფნის პერიოდში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, რომ რეზისტენცია გიჩნდება, მაგალითად რაღაცას რო დაგავალებენ, რომ შეიძლება ისეთი რაღაცის გაკეთება მოგიწიოს, რაც არ გინდა რომ გააკეთო, რა ვიცი, თუნდაც იატაკის მოწმენდა, ან ნებისმიერი აქტივობა. და მან გეუბნებიან, რომ
ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შენი შინაგანი მოტივაცია გააღვივო, გამოაცოცხლო მაგ დროს და ის, რასაც აკეთებ, გააკეთო მთელი გულით და თვითონ პროცესში მიიღო სიამოვნება. სხვა შემთხვევაში თუ მაინც გასაკეთებელია შენი საქმე და რეზისტენცია გაქვს, შენი შინაგანი გამოცდილებაც რა თქმა უნდა ტანჯვა იქნება და არასდროს ხო, რაც სასიამოვნო ეგო არ გვერდზე იქნება. უნდა გადადო კი, და შენი ეგო გვერდზეც უნდა მიენდო და გადადო. ემორჩილო პროცესს. იცი რა არის, თლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი, თუმცა აი ზოგადად ცხოვრებაშიც რო აიღო რა, ხო არის შემთხვევები, როდესაც რაღაცის გაკეთება გვეზარება, მაგრამ გასაკეთებელი არის რა, ჩვენი გასაკეთებელია. მაგ დროს ეგაა მნიშვნელოვანი, რომ ანუ იცი რომ საჭიროა ამის გაკეთება და როგორ გააკეთებ, ეგ უკვე შენზე არის დამოკიდებული, იმ პროცესში შენ სიამოვნებას მიიღებ თუ დაიტანჯები, ეგ მაგას შენ წვეთ. და ეგ ვისწავლე, რომ აი ეს მიდგომა უნდა ჩემ თავში შევცვალო, რომ მიწევს გაკეთება, მაშინ თუ ვაკეთებ, გავაკეთო ბედნიერმა და ხალისიანო. ხო, და მაქსიმუმი ჩადო შენი ენერგიის. ანუ ერთგვარად ფილტრი შეცვალე შენი რაღაც აღქმის რაღაც მოვლენის, ხო? კი. ხო. და მაგიტო არის, რომ მე აშრამიც მოკლედ ესეთი საოცარი ადგილი არის, იმიტომ რომ ყველა მოხალისე რასაც აკეთებს, სრულ აი გულიდან რომ მოდის. ხო, და მე გამახსოვდებათ, ანუ ამასთან ხო კაი ხანი აკეთებ, მაგ იმაში ხო კაი ხანი ხარ და მე გიმუშავდება შენ რაც თქვი და უკვე შენ სხვა საქმეებშიც ალბათ. კი. ეხა უკვე მაგ ესე ვთქვათ გონებრივი რაღაც სეტით ხარ, რომ ეგრე გააკეთო და ტანჯვა რა დროს, ანუ ეგ ტანჯვა იყო, ეგეც თუ ტანჯვა ცოტა მერე მოვიდა. ტკივილი იქიდან გამომდინარე, რომ დღეში ვაკეთებდით 7 საათის განმავლობაში იოგას პრაქტიკებს. 7 საათის? წარმოიდგინე 7 საათი, არ არის ცოტა თითქოს ერთი შეხედვით რაღაც არაფერი რთული არ ჩანს, თუმცა სხეულისთვის არის საკმაოდ დიდი. არა, როგორ არა, მე ხა იმდაცი ვაფოთებს. ერთი რომ პირველი ეგ ფიზიკური ტკივილი არის და შემდეგ უკვე შემოდის თეორიული ნაწილით, როდესაც გიწევს ძალიან ბევრი ინსტრუქციის დამახსოვრება. დღეში დაახლოებით 2 გვერდი ინსტრუქცია, პრაქტიკის ინსტრუქცია უნდა დაიმახსოვროს სიტყვით და ყოველდღე გაქვს პატარ-პატარა გამოცდები, რომლის დროსაც უნდა ჩააბარო ეს ტექსტი. და მაგასაც აქვს თავისი დანიშნულება, რატო გაზეპირებინებენ ესე სიტყვით და ხშირად ამბობენ ხოლმე სხვათა შორის, რომ იშას ჰათა იოგას მასწავლებლები ცოტა რობოტებივით არიანო, იმიტომ რომ ყოველთვის სადგურუს სიტყვებით ლაპარაკობენ. ხო, დაზეპირებული სადგურის სიტყვებით გადასცემენ პრაქტიკას. და მანდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ როდესაც ხარ მასწავლებელი და როდესაც ვიღაცას პრაქტიკას გადასცემ, რომელიც არ ვიცი საუკუნეების განმავლობაში გადმოეცემო და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ პრაქტიკის საკრალურობა შეინარჩუნო და აი შენი ეგო ზემოდან არ დაამატო. ეხა მეც მაგალითად როდესაც კლასებს ვატარებ ხოლმე, აი დაახლოებით ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცარიელი ჭურჭელი ვარ, რომლის გავლითაც რაღაცა ენერგია მიედინება რა, უბრალოდ გამტარი ვარ, რომელიც გადასცემს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. და იქ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შენი ეგო, შენი პერსონა ცალკე გვერდით იყოს გადადებული, რომ აი მე რადგანაც მასწავლებელი ვარ, რაღაცა შენზე მეტი კი არ ვიცი, უბრალოდ ვაზიარებ, გამტარი ვარ. და აი ისიც რომ ზუსტად სიტყვით უნდა მიყვე აი ამ სტრუქტურას და ნუ რა თქმა უნდა თან ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჰათა იოგას ასწავლი, აი ეს ყველა სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგიტომ არის რომ ზუსტად უნდა გაყვე ამ გაიდლაინებს. რაც აი იქ ყოფნის პერიოდში საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ თავიდან გონება არ არის შეჩვეული ამდენი რაღაცის დამახსოვრებას. თან არც დრო არ გაქვს, ყოველდღე მიწევდა რომ დაახლოებით 3:30-ზე ან 3-ზე გამეღვიძა იმისთვის რომ გამთენიას 5 თვის განმავლობაში 3-ზე დაახლოებით 3 საათზე და რომელზე იძინებდი? ნუ 11-ისთვის დაახლოებით. ეგრე ცოტა ხანი ძილიყო. და კი სრულიად საკმაოდ ინტენსიური გრაფიკი და ძალიან რთული არის ახლა რასაც ყვები. ყველა ანუ ეგეთ შემთხვევები ყოფილა რომ ვიღაცას ვერ გაუძლო ამ წნეხს და გამოეთიშა თუ
ხელი თუ მან მოვაწერე ბოლომდე უნდა გაყვე. არა, რა თქმა უნდა შეგიძლია წამოხვიდე. თუმცა მანდ არის სხვადასხვა ეტაპები. ზოგადად ეს ჰათა იოგაც რამდენიმე პრაქტიკისგან შედგება. იშას ჰათა იოგა არის უპა იოგა, დამწყებისთვის პრაქტიკა არის სურია კრია, იოგა ასანა, ანგამარდანა, სხვადასხვა პრაქტიკები. და ეს სტრუქტურაც თვითონ პროგრამის სტრუქტურაც მასწავლებლის პროგრამის ამას მიყვება, რომ პირველ ეტაპზე აბარებ აი ამ უპა იოგას, შემდეგ გადადიხარ სხვა პრაქტიკაზე. იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ არ ვიცი, რაღაცა ვერ აყევი აი ამ ტემპს და ან გიჭირს დამახსოვრება, ან სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით გაფასებენ, მარტო ეს არ არის, რომ ჩააბარე გამოცდა ზუსტად სიტყვით თქვი, ან კარგად აკეთებ ასანას, აბსოლუტურად ყველანაირ ფილტრში გატარებენ, როგორ საუბრობ, როგორ იქცევი, როგორ დადიხარ, თავისუფალ დროს რას აკეთებ, რაც თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ გქონდა, მაგრამ თუ გქონდა რას აკეთებდი ხო? შესვენება. ხო. ეგ არის ძალიან კაი დაკვირვება სხვათა შორის, მოდიშ რომ ანუ თავისუფალი დრო ხო არ გაქვს, მაგრამ როცა გაქვს რას აკეთებ? აი ეს პატარა გემფი ხო? ანუ მეცადინეობ. მეცა. ჩემ შემთხვევაში ეგ იყო, რომ მეცადინეობდი. და აი ამ ყველაფრის მიხედვით რაღაცნაირად ჯამურად გაფასებენ და გაძლევენ უფლებას, რომ სხვადასხვა პრაქტიკები ასწავლო. მე შევძელი რომ ბოლომდე მივსულიყავი და ყველა პრაქტიკის სწავლება შემიძლია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დავუშვათ პირველივე ეტაპზე გაჩერდები, მეტად ვერ აგრძელებ და მე შემდეგ წელს შეგიძლია ჩახვიდე და გააგრძელო სხვა ეტაპებიც. ხო. ის რომ მასე არ არის რომ რაღაცა შენ უფრო სურია კრიაში ხარ, ხო? როგორც ვიცი, ანუ სურია კრიას ასწავლი თუ ყველა პრაქტიკას ვასწავლი, ხო? სურია კრია არის ჩემი საყვარელი პრაქტიკა და ამიტომ უფრო ხშირად მაგას ვატარებ, ხო? თუ საიდუმლო არ არის, რას მოიცავს ეგეთ სურია კრია? სურია კრიაც შედგება 21 ნაბიჯისგან, თვითონ სურია ნიშნავს მზეს და კრია ნიშნავს შინაგანი ენერგიის პროცესს და აი ამ პრაქტიკის დროსაც ენერგიები აქტიურდება ჩვენს ხელში, იდეალურ შემთხვევაში მზის ამოსვლამდე ან მზის ამოსვლის პერიოდში კეთდება ეს პრაქტიკა და გარკვეულწილად აი მზესთან სინქრონში ყოფნის რაც ბუნებრივ რიტმთან უფრო სვავს, ესე ვთქვათ, რომ გასაგებია. ნეტარება უკვე ალბათ მოვიდა ამ დიდი ტანჯვის და ხო, წავების მერე. აი ტანჯვა მარტო იქიდან გამომდინარე არ არის, რომ რაღაცა ბევრი სამეცადინო გაქვს ან დატვირთული გრაფიკი გაქვს. შინაგანად ხდებოდა კიდე ძალიან ბევრი პროცესი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ესე ლოგიკურად ვერ ვხსნიდი ხოლმე. აი ესეთ ინტენსიურ პრაქტიკებს რო აკეთებ და ესეთ სივრცეში ხარ, ასე ვთქვათ, სადგურის ენერგიების ქვეშ ხარ, ეს შინაგანი პროცესები ძალიან აქტიურდება, შენი კარმა აქტიურდება და აი შეგრძნება მქონდა ხოლმე, რომ თითქოს მანამდე რაც კი დაგროვილი მქონდა ემოცია, გამოუხატავი ემოციები მთელი ცხოვრების განმავლობაში, ან სტრესები, ან ტრამვები, აი ყველაფერი თითქოს იქ ამოდიოდა. თითქოს ვიცლებოდი ამ ყველაფრისგან, მაგრამ ეგ დაცლის პროცესიც ხო ძალიან მტკივნეული არის. მერე გაქვს დაუცველობის შეგრძნება, შიში, რომ აი მერე რა იქნება, ან მგონებას გაგირბის, ან რაღაც წარსულის მოგონებებს მისდევს, ან ილუზიების შექმნას ცდილობს, მომავლის ილუზიების. და აი რაღაც მომენტი იყო და თან საწყის ეტაპზე, როდესაც ხვდები, რომ აი ეს კარბორბალა ხდება შენში, ცოტა მიუღებლობის შეგრძნება გაქვს, ან რეზისტენცია გიჩნდება, თითქოს გაქცევა გინდა ამ მდგომარეობიდან, გინდა რომ კარგად იყო. ხო, ძალიან რთული პროცესი არის. რთულია გაუძლო მაგას. და თან ვერაფერს ვერ შვრები, აი თითქოს ერთ შეხედვის გარშემო ყველაფერი კარგად არის, ანუ რაღაც სტანდარტული გრაფიკი გაქვს, იცი რა უნდა გააკეთო, ძალიან გემრიელ საჭმელს გაჭმევენ, შენზე ზრუნავენ, იმიტომ რომ ყავდა კოორდინატორები, ვინც რა ვიცი, გველაპარაკებოდნენ, რაღაცების გაზიარება შეგვეძლო, ყველაფერი გარშემო კარგად არის, მაგრამ ეს შინაგანად ძალიან ცუდად ვარ, ვეღარ ვუძლებ. თან როდესაც აქ ვრეკავდი ხოლმე და თუნდაც ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ვუზიარებდი, ველაპარაკებოდი, მეგონა რომ ბოლომდე არ ესმოდათ ჩემი, რომ აი
შენ თვითონ თუ არ გამოცადე რა რთული, ან კი გეუბნება რომ ხო მესმის რთულია, ცოტა გაუძალი, მაგრამ აი ეგეც თითქოს მე მაგიზიანებდა უკვე და მერჩვენა რომ მარტო ჩემთვის ყოფილიყავი და აი მარტო კონცენტრაცია მოგეხდინა ამ ხო საქმეზე. ამ პროცესებს და აი ერთი მომენტი მახსოვს რომ ესე სარკეში ვიყურებოდი და ვხვდებოდი რომ აი ეხლა ძალიან უბედური ვარ ძალიან ცუდად ვარ პირველად მაშინ გამოვცადე რას ნიშნავს აი არ ვიცი სულიერი ტანჯვა ეგ ტერმინი ხო გსმენია და აი რას ნიშნავს სულიერი ტანჯვა ის მაინტერესებდა ხოლმე და მაშინ მივხვდი რას იყო სულიერი ტანჯვა ხო ყველაფერი კარგა და მაგრამ შენ მაინც ცუდად ხარ აი რაღაცა შინაგანად ჯოჯოხეთში ხარ და ეგ ყველაფერი რო გავაცნობიერე და დავუშვი ჩემ თავში რომ ცუდად ვარ და არა უშავს მოდი მაინც ვერ ვცვლი ხა ამ მდგომარეობას რა ვერაფერს ვერ ვშვებ რაც უფრო მეც ვფიქრობ ამაზე მით უფრო უარესი ხდება ხო და მოდი მივიღო რომ ცუდად ვარ და ის რაღაცა დაშვება რომ არა უშავს ვიყო ცუდად არ ვიცი მე თითქოს ბუნებრივად შეიცვალა სიტუაცია მაგრამ გონებრივად განეწყე ხო ესე ვთქვათ რომ გონებრივ ხო რეზისტენცია აღარ მქონდა აღარ ვცდილობდი გაქცევას და თუ რაღაცის გამოხატვა მინდა და ბოლომდე ვუშვებდი ხო დანებდი რა მოკლედ ხო დანებდი ხო აი მდგომარეობას დავნებდი ისეთი სიტყვა იგივე და როდესაც აი დავნებდი ბოლომდე რომ დავენერცხე მე თითქოს აღმავლობის ეტაპი დაიწყო ოღონდ როგორ მოხდა აი ეგ არ ვიცი ზოგი რთული არის ხოლმე რა რაღაცების ახსნა ესე ლოგიკურად და განსაკუთრებით აშრამში ყოფნის პერიოდში იმიტომ რომ რაღაცები ხდება რაც ჩვენი აღქმის მიღმა არის მთავარი არის რომ როგორ გამოიყენებ შენ ამ სიტუაციას შენი თავისთვის და შენი გაუმჯობესებისთვის და განვითარებისთვის და ეგ იყო რომ დავეცი ბოლომდე და შემდეგ ნელ-ნელა რაღაცნაირად ეს ნეტარებად ეტაპობრივად უკვე შემოვიდა ხო ბოლოს თან ალბათ რომ მივხვდი რომ აი მალე დასრულდებოდა ეს პროცესი და ისიც რომ ჩემ თავსაც დაუმტკიცე რომ აი შემიძლია ჩემი ფიზიკური ლიმიტებიც გადავლახე ჩემი გონებრივი ლიმიტებიც გადავლახე იმიტომ რომ მანამდე წარმოუდგენელი იყო ამდენი რაღაცის დამახსოვრება და თავიდან რომ რაღაცა 2-3 საათი მჭირდებოდა ერთი გვერდის დასამახსოვრებლად მე უკვე 9 საათში ეგეც მივხვდი რომ ეგ უნარიც განვითარებადი არის რა შენ გონებას რამდენი რაღაც შეუძლია რამდენი რაღაცის ხო ნებისმიერი უნარი მგონია რომ განვითარებადი არის და ეგ ყველაფერი რომ გავიაზრე რომ აი რაღაც გადავლახე ეს ლიმიტები ჩემ თავში მე თითქოს ახალი ენერგიები იწყებს შემოსვლას და შენც რაღაც შენი ახალი ვერსია შექმენი და გაუმჯობესე. იმიტომ რომ სანამ დაიწყებდი მაგას სულ სხვა ადამიანი იქნებოდი და იქედან გამოდიხარ ბევრი რაღაც შეიცვალა ხო რეალურად. აი ფაქტობრივად ყველაფერი შეიძლება ესე გარეგნულად არაფერი არ შეცვლილიყო რაღაც ურთიერთობაში შეიძლება იგივე ადამიანი ვიყო თუმცა მე შინაგანად როგორ წერტილი საიდან ეურთიერთები ხალხს როგორ ურთიერთობაში შედიხარ გარემოსთან ეგ წერტილი შეგიცვალა შინაგანი და უფრო მეტად მოიყვანა ალბათ შენ მაღალ მესთან კავშირში ხო რა და ძალიან მაგარი არის ეგ პირველ რიგში რომ გაუძელი და შეძელი იმიტომ რომ ხო ძალიან რთული პროცესი არის ეგ საკმაოდ რა და მე აი უკვე ცალკე სიამოვნება არის რომ აი შეგიძლია რომ ეს პრაქტიკები გადასცეს სხვას რომ შეგიძლია ხო და ის სწავლებაში რა გაქვს კიდე დაკვირვებები იმიტომ რომ მეც რო ვასწავლიდი რაღაცას აი მართლა შენ რაც თქვი სულ სხვა ნეტარება ეგ ცალკე რომ ადამიანს უხსნი და მე რო უყურებ რომ დაიწყო სად იყო და ეხა რო ასრულებს სად არის და რა მაგრა გაიზარდა და როგორ დაამუღამა ის რასაც შენ ამუღამებინებდი რა აი მუღამი კაი სიტყვა არის მაგისი რომ ანუ რეალურად უხსნი რომ აი ამის მუღამი რა არის რატო აკეთებ ამას რომ ეს რაღაც მხრივ გზდის შენ უკეთეს გხდის ვიდრე აქამდე იყავი რა და ხო შენ ეგ ძალიან სასიამოვნოა მაგის დანახვა რეალურად რომ შეგიძლია რომ აი პატარა თითქოს უმნიშვნელო რაღაცით რომელსაც შენ გაუზიარებ და აი სადგურს გვეუბნებოდა ხოლმე რომ აი რაღაცას როდესაც გადასცემ ან მაგალითად შენ თვითონაც რა, როდესაც რაღაც პრაქტიკას სწავლობ,
ის მარცვალს გადმოგცემს რა, რომელიც შენში არის და ამ მარცვალს როგორ გააღვივებ და როგორ განავითარებ, უკვე შენზე შენზე არის არის, ხო. დამოკიდებული და აი როდესაც ხედავ რომ შენს რაღაც მარცვალი თუნდაც პრაქტიკის სახით გადაეცი ადამიანს და შემდეგ აი ამ მარცვალმა, არ ვიცი, რაღაც ფესვები გაიდგა და აყვავილდა. ხო, ძალიან სასიხარულო არის რა. ხო, ძალიან სასიამოვნოა მაგის დაანახვა და გარკვეულწილად შეცვალა ამ ადამიანის ცხოვრება ბევრი მიმართულებით და ბევრი ასპექტში. და აი მაინც მინდა ისევ იმ მარცვალზე ვისაუბროთ. ეგ ცოტა გადაგვავიწყე, რაც შინაგანი ინჟინერია, მაინტერესებს ძალიან. ვერ გავიარე ეგ ის ეხა კურსი, მაგრამ რა დონემდეც შეგვიძლია, გასაგებია რომ რაღაც ის მე უკვე ვეღარ ვსაუბრობთ, რომ ის მისტიკა და რაღაც არ მოკლათ და არ გავცეთ, მაგრამ აი რა მარცვალს იძლევა მოკლედ ხო აი შინაგანი ინჟინერია, იმიტომ რომ აი სხვები რაც თქვით ეს BSP 3 რა ერქვა 3 სამიანა ხო შუნია მან გასაგები არის გარკვეულწილად რა მარცვლებს იძლევა. აი ხა შენ რაც მოყევს მასწავლებელობა ხო საერთოდ აი შინაგანი ინჟინერია ის ერთგვარი პირველი შესავალი და ზიარება სადგურუსთან აი რას გაძლევს ისეც როდესაც მე არ ვიცი იყენებ რა ყოველდღიურობაში. ხედვას გიცვლის რაღაცებს სხვანაირად აღიქვამ სხვანაირად უყურებ ზოგადად სამყაროს მიდგომები ადამიანებთან ურთიერთობა გაგება სხვა ადამიანების ეს თანაგრძნობის უნარი გინვითარდება ბევრად მეტად ერთ-ერთი ჩემ შემთხვევაში ესეთი მნიშვნელოვანი გააზრება და გაცნობიერება რაც იყო ის რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა და ეხლა ამ პასუხისმგებლობაში რას გულისხმობ რომ შენი როგორ თქვა ინგლისურად სადგურო ესე ხსნის responsibility ხო არის ინგლისურად ეს პასუხისმგებლობა და სადგურო ამბობს რომ აი ამ პასუხისმგებლობას უნდა შეხედო როგორც ability to respond ანუ შენი responsibility ხო შენი შესაძლებლობა როგორ უპასუხებ და რა რეაქცია გექნება ნებისმიერ სიტუაციაზე აი მაგალითად ოფისში ყოფნის შემთხვევაში იყო ხოლმე აი ადრე და ეხლა რომ შევატარო მაგალითად სიტუაციები ხო აი ხო პრაქტიკული რაც შენ გავს აი იქნება რომ თქვა აი მაგალითად კონფლიქტურ სიტუაციაში ცოტა ფეთქებადი ვიყავი ხოლმე მეც რომ აი მაშინვე რეაქცია მქონდა საპასუხო რეაქცია იქნებოდა ეს აგრესია ბრაზი თუ ნებისმიერი რაღაც ეხლა თითქოს აი ამ პრაქტიკების შემდეგ რაღაც მომენტი არის ხოლმე, როდესაც მსგავს სიტუაციაში გონებაში მერთვება, რომ ოღონდ წამებში ხდება ეს ყველაფერი, რომ მარიამ ეხლა გაიაზრე, რა ხდება, ცნობიერად შეხედა, ანუ იმპულსს არ აყვეს, რაღაც გაღიზიანების თუ გაბრაზების იმპულსს არ აყვეს, ცნობიერად შეხედა სიტუაციას და ნეიტრალური რეაგირება გქონდეს. არაცნობიერი რეაქციის ნაცვლად რაღაცა ცნობიერი ქმედება გქონდეს. ეს ეგრძლად მოვყევი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იმდენად ჯდება ეს შენს გონებაში და შენს ქცევებში, რომ აი უბრალოდ ხვდები, რომ თუნდაც ვიღაც რო გაღიზიანდა ან რაღაცა უხეშად გითხრა, უბრალოდ არა უშავს შენ რაღაცნაირად იგივე ტიპის რეაქცია არ უნდა გქონდეს. თითქოს და დისტანცირდები იმ პირველადი რაღაც იმპულსისგან. ხო, დისტანცირდა, ცნობიერად შეხედო სიტუაციას და შესაბამისად უკვე გააზრებული პასუხი გქონდეს ესეც დროს. აი სტიქიას რო შევატაროთ შინაგანი ინჟინერია ალბათ უფრო წყალი იქნება თუ არა? რას ფიქრობ? შენ მაგალითად შუნია ხო უფრო მიწა იყო დამიწება BSP რაღაცა ისეთი მიქსი და ეს რა გამო ალბათ წყალი ხო. ხო რატომაც ხო წყალი წარმოვიდგინე. თუმცა როგორც გითხარი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური არის ეს გამოცდილება. ზოგისთვის შეიძლება ცეცხლი იყოს. ხო.
ცეცხლი რახან ვახსენეთ დიანა ლინგაზე მინდა კითხო, იმიტომ რომ ამას წინათ მე და მათევ საუბრობდით და რაც ვიცი დიანა ლინგაზე არის ის, რომ სადგურუს მრავალი ცხოვრების და ინკარნაციის მიზანი იყო, რომ ეგ შეექმნა, ამ ცხოვრებაში ეს შეძლო და მეორე რამაც მე გამაოგნა არის ის, რომ ეგეთი რაღაცა მითხრა მათემა აი ყვარლიდან რომ მოვდიოდი ჩვენი რიტრიტიდან ერთად ვიმგზავრეთ და სადგურო მე ხა ჩამოიყვანაო, შეიძლება ზუსტ ინტერპრეტაციას არ ვაკეთებ, მაგრამ შემისწორეთ რომ და უშუშეთ ცდომა, ანუ შივას ცნობიერება ჩამოიყვანა ამ დიანა ლინგაში, რაც კონკრეტულიო. და ანუ ამ ობიექტში რაც არის ეს რაღაც არ ვიცი, ქანდაკებასავით, ხო, ხო. არიო ეხა ეს რაღაც ცნობიერება შიგნითო. არ ვიცი, ეგრე მითხრა. დააჩენელაო. და არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა, არ მსმენია მაგის შესახებ, თუმცა ზოგადად ეს დიანა ლინგა არის ენერგეტიკული ფორმა. როგორი იქმნება, რა პროცესები მიმდინარეობს, ეს არც მე არ ვიცი და ალბათ სადგურს გარდა არავინ არ იცის. რაღაცები ჩვენი აღქმის და ცნობიერების მიღმა არის, რომ აი როგორ შეიძლება, რომ შექმნა ადგილი, ფორმა, რომლის გარშემოც რო დაჯდები, უბრალოდ მედიტაციურ მდგომარეობაში გადადიხარ. ყოველგვარი თავისით ხდება ყველაფერი თავისით ხდება, ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს, რომ გამოუცდელი ადამიანისთვისაც და ნუ მეც პირველად როდესაც ჩავედი არ ვიყავ ესე დიდად გამოცდილი ამ იოგაში და მედიტაციაში. როდესაც შედიხარ, ჯდები, ჯერ რამდენიმე წუთი დაახლოებით 2 წუთი ლინგამს უყურებ ზემოთ და შემდეგ ხუჭავ თვალებს და გადადიხარ მედიტაციურ მდგომარეობაში. ეს მედიტაციური მდგომარეობაც არის ჩემს შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით საკმაოდ ღრმა, სრული სიცარიელის, სიმშვიდის, ნეტარების, აი გონება რომ მშვიდდება, თითქოს ფიქრებიც ნელდება, აი რაღაც მომენტში ფიქრებიც რომ აღარ არის, დისტანცირდები შენს სხეულთან, შენს გონებასთან და რაღაც ესეთი ჰარმონიულ მდგომარეობაში ხარ. ხო, ძალიან საინტერესო იქნება მაგის გამოცდა, აი რაც ერთ-ერთი, ანუ იშას ცენტრიც მგონია ძალიან ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი ადგილი, მაგრამ აი მაგ დიანა ლინგამს კიდე ცალკე გამოვყოფდი, იმიტომ რომ რაღაც სხვა რაღაც მისტიური დატვირთვა მგონია რომ აქვს. ასე ვთქვათ, სურვილი იყო, რომ ეს დიანა ლინგა შეექმნათ, რომელიც 7 ჩაკრაზე იქნებოდა მიმართული და სადგურუც ხო, როგორც ამბობს, რამდენიმე ცხოვრება დაჭერდა, რომ ეს მისია შეესრულებინა. და ცხოვრებაში შეძლო. გურუს, ხო, სადგურუს გურუს სურვილი არის. მარიამ, რას ფიქრობ, აი ხა თანამედროვე სამყაროში რამდენად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ისეთ პერიოდში ვართ, რომ ბევრი არეულობა რაღაცეები არის და აი ესეთი ადგილები როგორიც არის იშა, ისეთი პიროვნებები როგორიც არიან სადგურო, ანუ როგორ ხედავ შენ მათ როლს და ეს თქვა ჩართულობას აი ამ რაც ველის უფრო განეიტრალებაში ან რაც ნუგეშის შეტანაში, იმიტომ რომ ეს ადგილები არის გარკვეულწილად ისეთი, რომ შეგიძლია მიხვიდე იქ, გადაიტვირთო და რაღაც ახალი ძალით დაბრუნდე წუთი სოფელში რა. კი. ხო, რეალურად მგონია, რომ აი თვითონ ადამიანის როლი შეიძლება ესე მე ერთ ადამიანს არ შემეძლოს მასობრივი ცვლილების მოხდენა, თუმცა აი ჩემ თავზე მუშაობით, ჩემ გარშემო ადამიანებთან მუშაობით, გაზიარებით შეგვიძლია რომ გარკვეული ცვლილებები მოვახდინოთ და ეს ადგილები არის ზუსტად მაგისთვის, რომ წახვიდე, შენ თავზე იმუშაო, რაღაცები შეცვალო, უკეთესი ადამიანი გახდე და შემდეგ უკვე რაღაცნაირად მაგალითი ხარ ხოლმე სხვებისთვისაც რა. აღარ ნუ მაგალითი კარგი გაგებით, იმიტომ რომ აი მაგალითად მე როდესაც ვეუბნებოდი ხოლმე ჩემ გარშემო ადამიანებს, ან თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებს რა, თავიდან როდესაც ინდოეთში მივდიოდი, საკმაოდ დიდი ესეთი რეზისტენცია ჰქონდათ და ძალიან გასაგები არის ხო საქართველოში. წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად მივდიოდი, რატომ მივდიოდი და
მიუღებლობა ჰქონდათ ამის და შემდეგ უკვე როდესაც დავბრუნდი და მივხვდნენ რომ აი უკეთესი ადამიანი ვარ, ბევრად ლაღი ვარ, ბევრად თავისუფალი ვარ, კარგად უგრძნობ თავს და შემიძლია რომ აი ამ ჩემი რაღაცა ადამიანობით და უშუალოდ სხვასაც რაღაც გავუზიარო, მე უკვე თვითონაც დაინტერესად, რომ უი, მოდი ხო არ გაგვიზიარებ რაღაც პრაქტიკებს, მოდი მასწავლო მედიტაცია, მოდი ჩვენ ასწავლე სწავლიყვანე. შეძმე კი, რაღაცები ვასწავლე და ეხლა სურვილიც აქვს, რომ აშრამში წამოვიდნენ. მართლა რა მაგარი გარია. ხო და მგონია რომ აი ესე შენი თავის მაგალითით შენ როგორ ხარ შინაგანად და როგორი ადამიანი ხარ, სხვისთვის შეიძლება ეს იყოს მაგალითი. ო, და კი. ხო მგონია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რის გაკეთებაც შეგვიძლია იმისთვის რომ ესეთი ცვლილება მოვახდინოთ სამყაროში ჩვენ თავზე მუშაობა არის. ეგრეა კი. მარია, მადლობა ძალიან დიდი. ერთგვარი კარგი მომზადება, კარგი არა, ძალიან კარგი ის იყო წინა შემზადება, სანამ წავალთ უკვე იშას აშრამში და უკვე გამოვცდით ამ ყველაფერს შინაგან ინჟინერიას, იქაურ ველს და ერთ გონებაში უკვე რაღაც ესე დაალაგებული მაქვს ეს ყველაფერი და იმედია მსმენელსაც და იმ ადამიანებსაც, ვინც აპირებს წასვლას ან გეგმავს ან ვინცთვის სრულიად ახალი არის, რაღაც ახალ ის იქნება ერთგვარი ტრეილერი რა ხდება იშაში და როგორ რა გამოწვევები არის იქ, რა, იმიტომ რომ ხო, ყველას გონია რომ მარტო ჩადიხარ და ეს რაღაცა გურუ, ხო, არ არის, ეგრე რეალურად ძალიან ინტენსიური სამუშაოებიც იქ მიდის და პროცესები და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. კი. ხო, ეხლა იმდენი რაღაც ხდება მართლა რეალურად, რომ საათს ნახევარში მართლა ვერ ჩავტევდით ყველაფერს. გასაგებია და ბევრ რაღაცას ვერც იტყვით ან უნდა გამოცადოს ყველამ თავის თავზე რა. ზუსტად. მე როგორც არ უნდა ავხსნა რაღაც ჩემი გამოცდილება, თუ შენ თვითონ შენ არ გამოცადე ეს ყველაფერი, რთულია აღიქვა. შეიძლება იცოდე, მაგრამ ბოლომდე შენ ცნობიერებაში არ შემოდის და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი არის მსურველი, რომ წავიდეს და გამოცადოს ის ადგილი. მადლობა შენ პირველ რიგში გაზიარებისთვის და ესეთი გადადგმული თავდაჯერებული მეომრული ნაბიჯებისთვის. მადლობა. მადლობა. ნამასკარამ. ნამასკარამ, მადლობა. ნამასკარამ არის მისალმებაც, მადლობაც, არ ვიცი, ყველაფერი ადამიანს როდესაც ხვდები აშრამში, ნამასკარამ, ან დამშვიდობების დროს ნამასკარამ. ნამასკარამ მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი მომავალ შეხვედრამდე.